მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს არის 2025 წლის 17 ოქტომბერი. იმედი მაქვს, რომ გაღვიძებისთანავე ღმერთს მადლობა გადაუხადეთ სიცოცხლის ახალი დღისთვის. მაგრამ თუ დაგავიწყდათ, ხდება, მეც მავიწყდება ხოლმე. შეგიძლიათ ახლა გააკეთოთ ეს, რადგან ყოველი მასთან ერთად გატარებული წამი, მასთან ვინც უსაზღვროა თავის სიყვარულში, უდიდესი საჩუქარია. დამიჯერეთ. ამას გეუბნებათ 74 წლის ადამიანი. ამიტომ დღეს ჩემთვის მოხუცისთვის, თუმცა სიმართლე გითხრათ თავს მოხუცად არ მივიჩნევ, დიდი დღეა. გაერო ეს დღე გამოაცხადა სიღარიბესთან ბრძოლის დღედ. ვოცნებობ, მაგრამ ალბათ ვეღარ მოვესწრები იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს ყველა ბავშვი იცინებს. მე მოვიარე მთელი მსოფლიო და ვნახე ისეთი სიღარიბე, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ის არაფრით განსხვავდება იმ სიღარიბისგან, რომელიც საქართველოშია. სხვა ქვეყნებზე არ ვიცი, რადგან უკვე 7 წელია, რაც ისრაელიდან აღარ წავსულ ვარ. მოკლედ, ჩემი ცხოვრების 40 წელი სიღარიბეში გავატარე. დაახლოებით ისე, როგორც ღარიბი ადამიანი ცხოვრობს. როცა ხარკოვის იურიდიული ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე, კიევში გამგზავნეს, პროკურატურაში უფროს გამომძიებლად. ჩემი ხელფასი იყო 112 რუბლი. მაშინ აბობდნენ, რომ ეს თითქოს $112 იყო, მაგრამ სინამდვილეში დაახლოებით $40 გამოდიოდა. ანუ იმაზე ნაკლებს ვიღებდი, ვიდრე დღეს სოციალურად დაუცველი ადამიანები. უკვე მყავდა 2 შვილი. ჩემი მეუღლე არ მუშაობდა, რადგან მამამთილმა უთხრა არ იმუშავა. ის ხომ მაინც საქართველოდან არის და საქართველოში მაშინ ასე იყო. ცოლებს არ უნდა ემუშავათ. საერთოდ ის ყველანაირად ცდილობდა თავისი შვილი დაერწმუნებინა, ცოლად არ გამომყოლოდა. ეუბნებოდა, ამ კაცთან მთელი ცხოვრება ღარიბად იცხოვრებ. ის შენთვის ტუალეტის ქაღალდსაც ვერ იყიდის. ფული არ ექნება. თითქმის მართალიც იყო. თუმცა ტუალეტის ქაღალდი გქონდა. რომ არ გქონოდა ალბათ, უნდა გვეწვალა და ტყეში გვებოდიალა ბურდოკის ფოთლების საძებრად. ან იმ დროს სერიოზული მამაკაცები იღებდნენ გაზეთებს და ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს დიდხანს კითხულობდნენ მათ ტუალეტში. სინამდვილეში კი სულ სხვა მიზნით იყენებდნენ. სასაცილოა, მაგრამ ეს დღესასწაული ცოტა სევდიანია. თუმცა როგორ თქვა, ბოლოს და ბოლოს ასეთი დღე ხომ არსებობს. არსებობს ასეთი კონვენციაც, რომელსაც ალბათ საქართველოც არის შეერთებული. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს მომავალი. და თუ არსებობს მომავალი, ესე იგი ის აუცილებლად იქნება. ჩვენ კი სწორედ ამისთვის ვარსებობთ და ჩემი გამოსვლებით სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამიტომ მე ბევრ ისეთ რამეს ყვები, რაც საქართველოს ისევ ბედნიერ და მდიდარ ქვეყანად აქცევს. ისეთად, როგორიც ის ოდესღაც იყო. ჩემი მეუღლე ჩემგან არაფერს ელოდა და ყველა ჩემს ფანტაზიას გულწრფელად იჯერებდა. მე კი იმას ვეუბნებოდი და თვითონაც მჯეროდა, რომ სამყაროს დავიპყრობდი მისთვის. ბევრს ვცდილობდი და საბოლოოდ უნივერსიტეტის პრორექტორის მაღალ თანამდებობაზეც დავინიშნე. ასე რომ, როგორც საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, ადამიანი გავხდი. მაგრამ ახლა არაა საუბარი. ხელფასი მაშინ სოციალურ დახმარებას ჰგავდა. შემდეგ ოდნავ მომიმატეს, გახდა 170 რუბლი. შემდეგ კი 550 რუბლს ვიღებდი, რაც უკვე სრულიად მყოფნიდა. $550. ვალები გავუსტუმრე. ისევ მოგონებებს უბრუნდები, ისინი ხომ ჩემში ცოცხლობენ. როცა 74 წლის ხარ, იცით, ძალიან სასიამოვნოა გაიხსენო, ვინ გიყვარდა, ვისთან მეგობრობდი. ეს ძალიან პირადულია და ამავდროულად საოცრად თბილი შეგრძნებაა. მეგობრები მართალია ჯერ კიდევ მყავს და მე ვეხმარები მათ, რადგან ისინიც ღარიბები არიან, ისე როგორც საქართველოში ცხოვრობენ. ერთი გერმანიაში ცხოვრობს, მეორე კი სადღაც რუსეთში. სადღაც NSA-სთან. სხვადასხვა ის ებრაელია, მაგრამ ისრაელში წამოსვლა არ უნდა. ის პარალიზებულია და რომ არა ჩემი დახმარება, ალბათ უკვე აღარც იქნებოდა ცოცხალი. მესამე კი კიევის მახლობლად ცხოვრობს და ისიც რომ არა ჩემი დახმარება, მას სიმსივნე აქვს. ვფიქრობ უკვე დიდი ხანია შემოქმედთან იქნებოდა.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მახსოვს. ისინი მეხმარებოდნენ მაშინ, როცა ფული არ მქონდა. ასეთი რამ არასდროს მავიწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ არასდროს არაფერი არავისთვის არ მithოვია. კორუფცია ყველგანაა. ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ყველა ქვეყანაში ყველგან კორუფციაა. როდესაც გორბაჩოვი საბჭოთა კავშირს ანგრევდა, მე ვფიქრობ, რომ ის უფრო ღირსეული ადამიანი იყო ვიდრე სხვები. მას ნამდვილად სჯეროდა, რომ ხალხი თვითონ აიღებდა ხელისუფლებას ხელში. შექმნიდა კონსტიტუციას და ამ კონსტიტუციას შეასრულებდნენ. რომ შეესრულებინათ, იქნებოდა კანონიც. დღესაც შეგიძლიათ იყიდოთ კონსტიტუცია და ნახოთ, რამდენი უფლება გაქვთ, რომლებსაც საერთოდ არ იყენებთ. მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 99.9%-ს კონსტიტუცია არც კი უნახავს და თავისი უფლებები საერთოდ არ იცის. ასეთი ამბებია. მნიშვნელოვანი რამის თქმა მინდა თქვენთვის. აი გაჩვენებთ ფოტოს. ეს უბედური ქართველი ბავშვები არიან. თუმცა სინამდვილეში ყველა ბავშვი ბედნიერია. მეც არ მყავდა მამა. დედასთან ერთად ცხოვრობდი გაჭირვებაში. მეზობლები მაჭმევდნენ ლიბერული ძეხვით. ღმერთო რა გემრიელი იყო, დღემდე მახსოვს. მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. და აი იმ ბავშვებსაც აღარავინ ლიბერულ ძეხვს არ სთავაზობს. ამიტომ ეძებენ საკვებს ნაგავს საყრელებში. მაგრამ ვინც ჩვენამდე მოდის, გთხოვთ არც ერთი ბავშვი არ მიატოვოთ. ფონდი, რომელიც მე შევქმენი, ეს თქვენი ფონდია. ის თქვენი ფულით მუშაობს. მე ცოტა უდენს ვამატებ, რადგან ჩემი ამოცანა იყო თქვენამდე თქვენს სულში შემეღწია. მინდოდა გამეზიარებინა საიდუმლოთა საიდუმლო, რომ ღმერთისთვის, აი ახლახან ტოლსტოის კითხულობდი. თქვენთანაც ალბათ ხვალ ამ დღეს გამოჩნდება YouTube-ზე ან Facebook-ზე. დიადი ადამიანი, დიდი ფილოსოფოსი. ის იმავეს წერდა, რომ არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა. ბიბლიას კითხულობდა, მაგრამ თუ როგორც იესო ამბობდა, ღარიბ ადამიანებს ეხმარები, ხელს გაუწვდი, მადლობას რომ არ გეტყვის, ხელზე არ გაკოცებს, შენ მას არ იცნობ და არასდროს გინახავს. უნდა დავეხმაროთ მშობლებს, ძმებს, დებს. ეს გასაგებია. რა თქმა უნდა, მათ უნდა დავეხმაროთ. მაგრამ ისეთ ადამიანს, რომლის შესახებაც გაიგე, რომ ის იტანჯება სიბერისგან, სიღარიბისგან, შიმშილისგან, სიცივისგან, თუ იცნობთ ასეთებს, მოგმართეთ. ჩვენ ყველას დავეხმარებით. სანამ თქვენ ისმენთ ჩემს სიტყვებს, რომ ღმერთი ცოცხალია, ხოლო ის უკვდავია, სიყვარული ადამიანების მიმართ ყოველთვის იქნება. და როგორც ყოველთვის, მაქვს აუხდენელი ფანტაზიები. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ ერთად გავხდით მას ისეც, რომ იგი აღარ იქნება დამოკიდებული არც კანონებზე, არც სამსახურსა და არც ღარიბულ ხელფასებზე. მხოლოდ ჩვენზე. თუ გაქვს ფული და ჩვენთან არის 300,000 ადამიანი, რომლებიც მუდმივად ეხმარებიან. დაეხმარე. მხოლოდ ლოცვა არა. ღმერთი მიგიღებს მაშინ, როცა დაეხმარები უცნობს. შენ გაუწვდი ხელს. და ღმერთი მაშინვე ხელს გაგიწვდის შენ. ეს ასეა. ყავდა ამას ყოველთვის ყვები, ახლობელი ნარკომანი. 10 წელი ის ინექციებს იკეთებდა და უკვე მზად იყო ამ ქვეყნიდან წასასვლელად. როდესაც მოულოდნელად შევხვდი პასტორს, რომელმაც ეს ისტორია მომიყვა. მაშინვე გავხსენი უსახლკაროთა დახმარების ცენტრი. უზარმაზარი. კიევში ჩვენ ყოველ დღე 2000 ადამიანს კვებავდით. მათ ვუკითხავდი ლექციებს. ეს საოცარი ადამიანები იყვნენ. ამაზე შეიძლება საათობით ვისაუბრო. ამიტომ ეს ცალკე თემაა. დღეს ამაზე არ ვილაპარაკებ. თუმცა ამასაც ჩვენს დღესასწაულთან აქვს კავშირი. მოკლედ, ერთი თვის თავზე ეს ადამიანი წამალს აღარ იკეთებდა. სხვათა შორის ერთ-ერთი მათგანი იყო ქართველი სომეხი, ლიოვას შვილი, რომელიც ღარიბად გარდაიცვალა და მითხრა, რომ მე მის შვილზე მეზრუნა. მე ვზრუნავდი, მაგრამ რადგან ის ნარკომანი იყო, ეს ზრუნვა უსარგებლო იყო. რამდენი ფულითაც არ უნდა დაეხმარო, მუშაობას არ დაიწყებს, მხოლოდ წამლის გაკეთებაზე ოცნებობს.
მაგრამ დღეს უკვე ის ნათესავი, რომელიც ჩემი რწმენის წყალობით განიკურნა, ეხმარება იმ შვილს განკურნებაში, რომელზეც ახლა გიამბეთ. აი ასე ჯაჭვურად. ამიტომ თუ გინდა ცხოვრობდე მდიდრულად, ბედნიერად ან გისრულდებოდეს ოცნებები, დაეხმარე უცხო ადამიანებს, რომლებიც არასდროს გინახავთ და არასდროს გაიცნობთ. მაგრამ ნაღდ ფულს ნუ მისცემთ, რადგან ასეთი ადამიანები ხშირად დამოკიდებულები არიან კარტით თამაშზე ან ალკოჰოლზე. ჩვენთან ბევრი შემთხვევაა. ბავშვი ცხელქვაბში ჩავარდა. სხვა კი მაღალი ძაბვის სვეტზე აძვრა და დაიღუპა. არა, არ დაიღუპა. ის გარდაიცვალა. მაგრამ გააცოცხლეს. ხელიც მოაჭრეს. მართალია ჩვენ მას მსოფლიო ჩემპიონად ვაქცევდით და დღეს ის მდიდარი ადამიანი გახდა. ის ვარჯიშობს. მისი მწვრთნელი კი დიდი ადამიანია. ის მდიდარი არაა, მაგრამ რეკლამას გაუკეთებ. მწვრთნელმა იგი სექციაში აიყვანა და უკვე 1 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონი გახდა. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონი. მას ბევრი ფული აქვს. ის სოფლად ყველას ეხმარება. ალბათ ეხმარება. მე მასთან არ მისაუბრია, მას არ ვიცნობ. მაგრამ მას იმდენი მედალი აქვს, რომ ოთახში ადგილი აღარ რჩება. და რა თქმა უნდა, მისი მომავალი უზრუნველყოფილია, რადგან ის მსოფლიო ჩემპიონია. თუმცა საქართველოს მთავრობას ის არ დაუჯილდოვებია და არავინ იცის მის შესახებ. საქართველოში არის კიდევ ერთი ჩემპიონი და ვფიქრობ, ის უფრო ნებისმიერ სხვა ჩემპიონზე მნიშვნელოვანია, რადგან ის სასწauლებრივად ღვთის გზით წავიდა. დიახ. მინდა უბრალოდ ვთქვა, რომ კონსტიტუცია უნდა წაიკითხოთ. უნდა გამოვიდეთ სიღარიბიდან, რადგან სიღარიბე თავისუფლება არ არის. დღეს მთელი მსოფლიო მოგზაურობს, ყველა ცოტა ხნით მაინც თავისუფალია სიღარიბისგან. საპენსიო პირობები შესანიშნავია. მე ისრაელში ვცხოვრობ. ნახევარი სახლი პენსიონერი ფრანგები არიან, ასევე ებრაელები, რადგან ეს ქვეყანა ებრაელებისთვისაა. მე არა, სამწუხაროდ ორივე მშობლით არ ვარ ებრაელი, მაგრამ ვისაც ვინმე მაინც ყავდა ებრაელი, მას აქ იღებენ. მოკლედ პენსია გამოიმუშავეს. ბედნიერად ცხოვრობენ ზღვისპირას. დიახ, მათ იციან თავიანთი კონსტიტუცია. ხოლო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოსახლეობის 99.9%-ს კონსტიტუცია არასდროს უნახავს და არ იცის, რომ ის არსებობს. ხოლო იქ წერია, რომ მათი ყველა უფლება და რა თქმა უნდა, ამ უფლებებისთვის ბრძოლაა საჭირო. არა იარაღით და ომით, მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები. როგორც ამბობდნენ საბჭოთა კავშირში, მოითხოვეთ, ხმამაღლა თქვით. მაქვს თუ არა უფლება ვიცხოვრო როგორც ადამიანი. თქვენ მთავრობავ, უზრუნველყავით ამ უფლების განხორციელება. პრეზიდენტს ჩვენთან კი იანუკოვიჩი იყო. ქონდა ოქროს ტუალეტი და კარგი კონსტიტუციის ქაღალდები, რომლებსაც ის იყენებდა ტუალეტის ქაღალდად. პრაქტიკულად მთლიანად გადააკეთა. უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია ქონდა. ის დღესაც არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი რამ გადააკეთეს. თუმცა მე თავის დროზე კონსტიტუციას მივეცი ხმა და ვამაყობდი უკრაინის კონსტიტუციით. თუ ის შესრულდებოდა, უკრაინა გერმანიაზე, ნიდერლანდებზე ან თუნდაც ლუქსემბურგზე ნაკლები არ იქნებოდა. მოკლედ ასეა. კანონებიც უნდა იცოდეთ. მაგრამ როგორ გეცოდინება თუ საჭმელი არ გაქვს და ფიქრობ როგორ გამოყვებო შენი შვილები. აი მე გაჩვენებთ ქართველი ბავშვების ფოტოს. მოხუცების ფოტოებიც მაქვს. ეს საშინელებაა. ეს ამცირებს ადამიანის ღირსებას. თუ ადამიანი ღარიბია, ის სულიერად ღარიბ ბავშვებს ზრდის. და ისინი იშვიათ შემთხვევაში თუ არა ვერაფერ შეიტანენ საკუთარი ქვეყნის მომავალში. რადგან ისინი მონები არიან. ისინი არ არიან ადამიანები. იმათთვის, ვისაც ფული აქვს. მათთან არ მეგობრობენ ბიჭები მდიდარი ოჯახებიდან, იმიტომ რომ რცხვენიათ. მას არ აქვს ველოსიპედი, სათამაშოები. რატომ უნდა იმეგობრონ მასთან?
თუმცა რა თქმა უნდა გამონაკლისებიც ხდება. ახალგაზრდობა ძალიან იტანჯება. აი ასეთი ამბებია. და როცა 13 წლის წინ საქართველოში ჩამოვედი, მცადე სიტუაციის შეცვლა. კანონის წარვადგინე. ერთ-ერთი მათგანი. ხო ნახეთ, როგორ უნდა მოვექცეთ მათ. ერთ-ერთი მათგანი. თუ ყველას აქვს სამსახური, ვაჭრობა მიდის და სამუშაო ადგილებიც არის, ხელფასებიც მაღალი იქნება. მე კი ვიცი, რომ საქართველოს ერთით შეუძლია იამაღოს. იმით, რომ სოფლიოში ყველაზე ბინძური ზღვა აქვს. ეს საქართველომ გააკეთა. სინამდვილეში მასში ცურვა შეუძლებელია, რადგან შეიძლება ბევრი დაავადებით დაინფიცირება. მთებიდან რომ მოედინება მდინარეები, ფაქტობრივად კანალიზაციის მილებია. მაგრამ ამაზე გაჩერება არ მინდა. შევთავაზე, რომ მინიმუმ ამ თურქული სანერების აღება შეჩერდეს. ისინი კაპიკებად ყიდულობენ. ეს მთელი ბიომასა კი ილექება. ბიომასა თუ არ არის, თევზიც არ იქნება. თევზი არ არის, ცხოველებიც არ იქნებიან. განსაკუთრებით ფრინველები და ცხოველები, რომლებიც ზღვაში ცხოვრობენ. და მთავარი სამუშაო ადგილებიც არ არის. ეს თევზი თქვენი ქართველი ხალხისაა. ანუ იქნებოდნენ ქართველები, ვინც მის მოპოვებას განახორციელებდნენ და კარგად გამოიმუშავებდნენ ცხოვრებისთვის. მაგრამ ასე არ არის. აღარ მინდა ამაზე გაგრძელება. და რა თქმა უნდა, სიღარიბისგან ბრაკონიერობაა. ევროპაში ვინც ყოფილა უნახავს, რომ იქ ყველგან ბატები არიან. ბატები, გედები, ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე არიან, ყველა ტბაში, ყველა მდინარეში. მაგრამ საქართველოში ისინი 10 კილომეტრში მოერიდებიან, იმიტომ რომ საკვები არ არის. ხოცავენ ყველა ცოცხალ არსებას, რაც კი არსებობს. ეს საშინელებაა. და რა მითხრეს პარლამენტში, როცა ვთქვი, გააუქმეთ ეს კანონი. ვიღაცამ ქრთა მიაიღო. ეს კიდევ სააკაშვილის დროს იყო. ან შეიძლება მანამდე, ზუსტად არ ვიცი. და აქ თურქები შეიყვანეს. მე თურქების წინააღმდეგი არ ვარ. ისინი ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ ჩვენს მედიცინაში. მაგრამ ეს ხომ ქვეყნის ძარცვაა. ეს ზღვის განადგურებაა. არადა ეს ბრილიანტია. ზღვა, მთები. საქართველო ხომ სოფლიოს ყველაზე ლამაზი ქვეყანაა. ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში ცხოვრება. სახლიც ავაშენე. ესეც მნიშვნელოვანია. და რა მიპასუხეს პარლამენტში? რა სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს ბიუჯეტს? ვფიქრობ, თუ იარსებებდა წიგნი მათ შესახებ, ვინც ქვეყანას არ ცხვენს, ერის მტრებზე, მაშინ ის ადამიანი, რომელმაც ასე მიპასუხა, იქ აუცილებლად შესაყვანია. და მივხვდი, რომ არც ერთი კანონი არ ჩაივლიდა, მაგრამ მე გავაგრძელე მათი შეტანა. მე წარვადგინე კანონი პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ, რადგან პედოფილია სენია. ეს არ არის დანაშაული. ან იქნებ დანაშაულია. ამაზე ახლა არ მინდა კამათი. უბრალოდ წარვადგინე კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა პედოფილიისგან საბოლოოდ გავთავისუფლდეთ. და იმის გამო, რომ ბავშვები ღარიბები არიან, მათ 2 ლარის სანაცვლოდაც აუპატიურებენ. ახლაც, სანამ საუბრობთ, უკვე დაახლოებით 100 გააუპატიურეს. საშინელებაა. ეს ნამდვილი საშინელებაა. როცა ბიჭს გააუპატიურებენ, მის ხელში წარმოიქმნება ქალის ჰორმონები და შემდეგ ის უკვე მუდმივად, შეიძლება ითქვას, სხვა საპირისპირო სქესის ხდება. დიდი უბედურებაა და ის იტანჯება. მას ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ოპერაციაც კი ვერ დაეხმარება. და ვიღაცამ გაიაზრა ეს. ან პარლამენტარი გააუპატიურეს, ან მოხდა რამე ისეთი, რომ წელიწად ნახევრის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გამოცხადდებოდა პედოფილების სია, ვინც გამოსულია ციხიდან, ვისაც აქვს მიდრეკილება ამისკენ, რომ იცოდეთ სოფლად ან ქალაქში თუ ცხოვრობთ, რომ თქვენს გვერდით პედოფილია. თუ ის პედოფილია, ნუ დაუჯერებთ სიტყვებს და ციხეს. ციხე მას უბრალოდ კიდევ უფრო ცუდ პედოფილად აქცევს. იქ იგი მსჯავრდებულებისთვის საჩუქარია. ის ვეღარასდროს გამოვა ამ მდგომარეობიდან და თქვენი შვილი საფრთხის წინაშეა. მაშინ სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მაინც სანამ კანონი ძალაში შევა, რაც წინასწარ ვიტყვი, შეიძლება არასდროს მოხდეს,
გადადგას ნაბიჯი. მან გამოსცა ბრძანება, რომ სულ ცოტა პედოფილების სიები გამოაქვეყნონ. ეს მოხდა 2024 წლის 25 ოქტომბერს. დღეს 2025 წელია. უკვე გავიდა იგივე თარიღებიც. და მაინც ეს სია არ არსებობს. მე მივწერე წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს. მგონი არავის გაუწია პასუხი. ვეღარც გადავაფურთხებ, ბინაში ვარ. მაგრამ ეს საშინელებაა. და ისინი, ვინც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობენ, უნდა იცოდნენ, რომ მათი ბრალით ათასობით ბავშვი იქნება გაუპატიურებული. თუ ამ სიების გამოქვეყნება უახლოეს მომავალში არ მოხდება. მე გაჩვენებთ ბევრი უბედური ადამიანის ფოტოს. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ გაიგოთ და იცოდეთ, რომ მე 13 წლის წინ შევქმნი ფონდი, მხოლოდ ჩემი ფულით. და გავხარჯე მილიონები. არა იმისთვის, რომ უბრალოდ გამომეკვება. უკრაინაში ყოველ დღე 2000 ადამიანი იკვებებოდა ჩემთან. თბილისში კი 5000 ადამიანი. ვიყიდი ავტობუსები და პირდაპირ ავტობუსებიდან მკვებავდი ხალხს. ბევრმა იცის, როგორ ხდებოდა ეს. კარგი საჭმელი იყო. მეც მივირთმევდი ხოლმე. რასაც მე დღეს ვჭამ, უსახლკარომად შესაძლოა არც ჭამოს, რადგან მე თითქმის არაფერს ვჭამ. თითქმის არაფერს ისეც, რაც თქვენში ეიფორიას გამოიწვევს. ხორცს არ ვჭამ, თევზსაც არ ვჭამ. და რადგან ამას არ ვჭამ, უკვე არაფერია გემრიელი. მხოლოდ ფაფა. მაგრამ მე მინდა მოვესწრო იმ მომენტს, როცა ვნახავ საქართველოს ისეთად, როგორიც ის საბჭოთა პერიოდში იყო. დღეს კი შემიძლია გითხრათ, რომ მე ვზეიმობ ამ დიდ დღესასწაულს, ამ დიდ კონვენციას, რომლის წევრი საქართველოსაა და რომელიც უნდა შეასრულოს. შეგიძლიათ მოძებნოთ ის Google-ში. ან ახლა ახალი საძიებო საიტი გამოჩნდა და წაიკითხოთ. ნახავთ, რომ საქართველოში ამ საკითხზე არაფერი კეთდება. არც ერთი ხელმძღვანელი, რამდენიმე ადმინისტრაციული ხელმძღვანელის გარდა, არ იციან, როგორ ცხოვრობენ მისი ამომრჩევლები. თუმცა ყველგან ასეა. მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ასეა. ჩვენ, ჩემი თაობა და ჩვენს შემდგომიც, შევეჩვიეთ ვიცხოვროთ ისე, რომ სხვა ადამიანები ყველაფერზე იზრუნებენ ჩვენთვის. ხოლო ჩვენ იქ ჭიები, ბუზები, ჭიანჭველები ვართ. არაფერი. ასე შევეჩვიეთ ცხოვრებას და დღესაც ფიქრობენ, რომ ვინმე ჩვენზე იზრუნებს. მაგრამ არავინ ძვირფასო. შენს ნაცვლად არ იფიქრებს არავინ, არც ერთი ადამიანი. და ამისთვის არ არის საჭირო იარაღი აიღო ან ესროლო. ღმერთმა არქმნას. ამით კარგი არაფერი გამოვა. საჭიროა მხოლოდ ფიქრის დაწყება გონებით და დაკვირვება თუ როგორ ცხოვრობენ სხვა ქვეყნები და რომელ კანონებს იღებენ ამისთვის. მინიმალური თანხის გადახდა კონსტიტუციაში, ან ვისაც უნდა მათ მივცემ ფულს. იყიდეთ კონსტიტუცია მაინც, რათა გაიგოთ რა არის შენი უფლება და წერეთ, მოითხოვეთ, შექმენით საზოგადოება, რომელიც დაიცავს. თუ მეთანხმებით, რომ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, გააზიარეთ ეს ვიდეო, რათა მთელმა საქართველომ გაიგოს. მხოლოდ დეპუტატების ბრალი არ არის იმაში, რაც მოხდა და ხდება დღეს. თქვენ თავად შეაჩვიეთ თავი იმას, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა მისცეთ ხმა. პარტიამ ასე გადაწყვიტა. ის საკუთარი ნებით, რომელიღაც თაღლით ირჩევდა. ჩვენ კი მიურბოდით ხმის მისაცემად. თუ არ წახვალ, KGB მოვა შენთან. და მას შესაბამისი შედეგებიც მოყვება. და ძალიან გთხოვთ მეგობრებო, გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, გაუწოდეთ ხელი ადამიანს, რომელსაც არ იცნობთ. ბიბლიაში ასე წერია: თუ გაუწოდებთ ხელს ადამიანს, არც ხელს აკოცნინებთ, არც მადლობას ათქმევინებთ, თქვენ მას არ იცნობთ და არასოდეს იხილავთ. მაშინ ღმერთი თვითონ გაგიწვდით ხელს და დაგეხმარებათ ყველაზე რთულ სიტუაციაში. და დღეს თითქმის ასეა. რადგან ეს არის აბსოლუტურად ქართული ფონდი. ეს არ არის ებრაული ფონდი. არ არის რუსული ფონდი. არც უკრაინული ფონდი. ეს ფონდი მიეკუთვნება ადამიანებს, რომლებსაც
უფლის რწმენა აქვთ. ის კი თავად სიყვარულია. თქვენ ხართ 300,000 ადამიანი. ზოგი 10 ლარს რიცხავს. ზოგი 1 ლარით ეხმარება. ზოგი 1,000 ლარით. მაგრამ საბოლოოდ ჯამი მიიღება. ახლა უკვე პატარა სახლების შეძენას ვიწყებთ, რადგან ბევრს აქვს ოჯახი. ერთი საზოგადოებრივ ტუალეტში ცხოვრობს. განა ასე შეიძლება? თქვენი ფონდი, თქვენი პასუხისმგებლობაა. უფლის და არა ჩემ წინაშე. და თუ იცით, ასეთი შემთხვევა აუცილებლად მოგწერეთ, დაგვირეკეთ. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. თქვენს მშობლებს არ გულისხმობ. მათ უნდა დავეხმაროთ. თუ გაქვთ ფული, თქვენ მათ მიმართ მუდმივად ვალდებული დარჩებით. მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენ სახლში არ მოვლენ და თქვენს კართან არ დადგებიან. შეიძლება მადლობაც არ გითხრან, მაგრამ მაშინ თავად უფალი გადაგიხდით მადლობას. დამიჯერეთ, 74 წლის ადამიანს დაუჯერათ. მინახავ სასწაულები. ვნახე, როგორ ხდება ყველაფერი სინამდვილეში. და ერთ დღეს ამის შესახებაც მოგიყვებით. დაგვირეკეთ. ზოგს რცხვენია, რომ აჩვენონ, მეზობლები გააკრიტიკებენ. ეს ყველაფერი უაზრობაა. დახმარება ითხოვო, სასირცხვილო, ამაში არაფერია. თუ გიჭირს, ბევრი თაღლითია გარშემო და ყველას, ვინც დგას და ფულს ითხოვს, მათ ნაღდი ფული არ უნდა მისცეთ. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, ტელევიზორის, მაცივრის, ბავშვის ველოსიპედის ყიდვა. როგორ უნდა იცხოვროს ველოსიპედის გარეშე? აი ასეთ ადამიანებს უნდა დაეხმაროთ. ღმერთო, თქვენ იქნებით ყველაზე ბედნიერი ადამიანი და მაშინ ამას თქვენ შვილებსაც მოუყვებით. ჩვენ მოგზავნით ფოტოებს იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ დაეხმარეთ. თქვენ კი თქვენ შვილებს აჩვენებთ. გექნებათ მოსაყოლე, რომ თქვენ კარგი ადამიანი ხართ, რომ თქვენ კეთილი ადამიანი ხართ, რომ თქვენ ხართ ქრისტიანი ან მუსლიმი. მაგრამ ნამდვილად ის, ვინც უფალს უყვარს და თქვენ ამ სიყვარულს მემკვიდრეობად გადასცემთ. თქვენი შვილები ღვთისმზრუნველობის გარეშე არ დარჩებიან. ის არაფერს დაივიწყებს. დღეს საღამოს კი დაურეკეთ თქვენს მშობლებს. ანთეთ სანთელი. დღეს დიდი დღესასწაულია. დღეს გამოვლენ მეფე და დედოფალი. თუ უფლისწულები არიან. ახლა ვერ ვიხსენებ. ინგლისის, მაგრამ აუცილებლად და მთელ ღამეს უსახლკარო ადამიანებთან გაატარებენ. იქ სადაც ცეცხლი ენთება. თუ ისინი იქ არ წავლენ, ლონდონში ინგლისელები მათ არც კი მიესალმებიან. ეს არის ასეთი ტრადიცია. წელიწადში ორჯერ მეფეები მიდიან უსახლკაროებთან. იყავით მეფეები. ყველას გისურვებთ წარმატებას. და დაურეკეთ თქვენს მშობლებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მათთვის დღეს. ლეონიდ ჩერნოვეცკი. აბა, დროებით.